გამარჯობა, მე ენცო ვარ და თქვენ უყურებთ შემდეგ ვიდეოს ჩემ არხზე, რომელშიც გვეყოლება ძალიან საინტერესო მანქანა და გავაკეთებთ ძალიან მაგარ პროექტს. ყავს Honda Civic AG 1.6 ძრავი, ძველი D-სერია, კარგი შასია ნახდათ. და ჩვენ ამას ვეძახით ხოლმე, რომ სასვაპეთ არის იდეალური, ხო და ზუსტად ამ მანქანაში ამოვიღებთ ამ თავის ძველ 1.6 ძრავს და ჩავდგავთ 2.4 ძრავს, K24-ს 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. აი ესეთი სალონი აქვს. ქარხნულ ვიზუალზე, CRX-ის სავარძლებით. ცოტა ხანში ეს მანქანა გადაიქცევა პატარა მონსტრად, რომელშიც იქნება დაახლოებით 250-260 ძალიანი K24 ძრავი და მოემზადება შეჯიბრებების. ამ მანქანაზე გარდა ძრავის სვაპისა გავაკეთებთ სავალ ნაწილში ცვლილებებსაც შევიტანთ, რულავოის შევცვლით, გადავიყვანთ შედარებით მოკლე რულავოიზე, რომელიც წესით დარიგით იქნება Toyota Prius-ის გამაძლიერებელზე. ასევე სამუხუჭო სისტემას შევცვლით და გავადიდებთ, უკან პარაბნიანი სამუხუჭო სისტემა აქვს და დისკურ აპორნიზე გადავიყვანთ. მოკლედ ძალიან ბევრი ცვლილება გვექნება ამ მანქანაზე, რომელსაც ნელ-ნელა გავანვიხილავ და K20, K24-ის სვაპი როგორ კეთდება რეალურად Honda-ზე, რა ნაწილები რა ჯდება, რა შრომას მოითხოვს, ყველა დეტალს აბსოლუტურად ვეცდები რომ ამ ვიდეოში გადავიღო. ეს ვიდეო სავარაუდოდ არ იქნება ერთსერიანი, ეს არის ამ ვიდეოს პირველი ნაწილი და სხვა ნაწილები, ვნახოთ რამდენხნიანი იქნება ეს პირველი ნაწილი და სხვა ნაწილებიც როგორ გადაებმება ერთმანეთს, მაგის მიხედვით ვეცდები რომ რაც შეიძლება ქრონოლოგიურად დავალაგო ისე რომ მოსაწყენი არ იყოს თქვენთვის საყურებლად და იყოს საინტერესო და ინფორმატიული ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მაქვს რაღაცები გადაღებული სვაპთან, მაგრამ ესე დეტალურად რომ ზუსტად ყველა წვიმანში ჩავიდე თუ რა როგორ რა ღირს და როგორ კეთდება, ეგენი არ გადამიღია, ბევრს საინტერესებს. ბევრს თავისითაც უნდა გაკეთება და ამ ვიდეოს ვეცდები ისე გადავიღო, რომ თქვენითვე ჩართოთ ეს ვიდეო და პირდაპირ დაიწყოთ ძრავის გასვლა საკუთარ მანქანაში, ასე რომ ეგეთი ვიდეო მინდა რომ გამომივიდეს და ყველანაირად ვეცდები მაგასო ეგეთი იყოს. ასე რომ წავედით, დავიწყეთ ამ მანქანის დაშლა. ნახეთ ძრავი ამოვიდა. აგერ ეს ძველი ნაწილები, რომლებიც თითქმის არაფერი, კი არა და არაფერი არ დაგჭირდება აქედან აკუმულატორის გარდა და დისკები და საბურავების დაჟე შეიცვლება. ნახეთ დავაბინავე ძველი ძრავი თავის კოლოფით. ხო და ეხლა გადავდივართ ესეთ რამეებზე. აკუმულატორიც აქედან ამოვიღე. საბარგულში გადავა აკუმულატორი წონის უკეთესი გადანაწილებისთვის და თან აქეთ შეიძლება ABS-ი დავაყენოთ ამ ადგილში რა. ძალიან კაი ადგილია მაგისთვის დამიყენებია სხვა მანქანებზეც. ეს მოტორნიც მოძვრება, ეს ძველი რულავოი უჰიდრავლიკო მოძვრება, იმიტომ რომ დაახლოებით 4 ბრუნს ბრუნავს, ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე და შეჯიბრისთვის ძალიან ცუდი რამეა. აი რეტარდერებს რო ვეძახით, გაყოფილი რო არის ზიგზაგივით გზა დაბალსიჩქარიანი, ეგეთ გზაში საჭის მოტრიალება ძალიან დიდ ზეგიწევს, როცა ეს რულავოი არის გრძელი რა, ბევრი დატრიალება ჭირდება საჭეს, შესაბამისად ძალიან დიდ დროს კარგავს საჭეზე ხელის გადანაცვლებაში და თუ დააკვირდებით სპორტული პერფორმანსის მანქანები რაც არის, არ არის აუცილებელი სარბოლო იყოს, ყველას ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე საჭის დატრიალებაზე ბევრად უფრო ნაკლები ბრუნი ჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ საქალაქო მანქანებს.
კი, ცოტა უფრო ხისტია ხოლმე მაგ დროს საჭია, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან დაბალ დროს კარგავ ამ კონკრეტული მოსახოვების გავლისას და ეგეთი რეტარდერების გავლისას რა, ზიგზაგებში და ეგეთ რაღაცეებში. კიდე ახლა რასაც ვიზამ, არის რომ აქეთა სამაგრი რჩება კონკრეტული swap-ის ადაპტერების შემთხვევაში, რაც ჩვენ გვაქვს ჩამოტანილი. აქეთა სამაგრი უნდა ავხსნა, აი აქ პატარა წერტილები რო აქვს. ამ ქარხნული შედუღებებისგან უნდა ავაძრო აუცილებლად და მაგ ადგილზე დადგება სპეციალურ სამაგრი, რომელსაც ცოტა ხანში განახებთ. ასევე ეს ქარხნული სცეპლენის ბაჩოკი მოძვრება თავიდან ბოლომდე, ეს მთლიანი გაყვანილობა და აქედან უკვე ბაჩოკი მაგ ხო აყენია ქარხნული და ამაზე უკვე დაერთდება ახალი თავის ბაჩოკი, რომელიც დაყენდება აი ამ წერტილზე. დიდი სხვაობა კიდე რაც არის ხოლმე ამ კასერიასა და ძველი თაობის B სერიას და D სერიას შორის არის რომ ძრავის წინა მხარე, კალენვალის შკივი, აქეთ მხარეს არის D სერიის და B სერიის შემთხვევაში და ძველი თაობის მოდელების შემთხვევაში და კასერიაზე პირიქით აქეთ მხარეს არის, რომელსაც ძირითადად ევროპულ მანქანებში ხვდებით ხოლმე. ეს იმიტომ ხდება, რომ ძველი ჰონდის ძრავები საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალებს, რაც მე მაგალითად სხვა ძრავების შემთხვევაში არ შემხვედრია. ყველა ძრავი საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს ხოლმე. მაგრამ მაგის გამო ეს მოტრიალებულია და ეს ძრავი რომ ჩვეულებრივად იდგეს აქეთ მხარეს, მანქანას პირველ სიჩქარეში ჩააგდებს უკან წავა. ასე რომ აი ეს ამ შემთხვევაში თუ აქეთ ამ მხარე პადმატორნის სამაგრად ითვლებოდა ძველი თაობის შემთხვევაში და მეორე მხარე ითვლებოდა პატკარობოჩნის, ანუ კოლოფის სამაგრის მხარეთ, ამ შემთხვევაში პირიქით იქნება ძრავის სამაგრის მხარე გაკეთდება იქეთ მხარეს და კოლოფის სამაგრის მხარე დადგება აქეთ მხარეს. ჩვენი ადაპტერს აქვს ისეთი კოლოფის სამაგრი, რომ პირდაპირ უნდა დადგეს ამ ქარხნულ სამაგრზე და ამას უკვე მოჭრა არ დასჭირდება. იქეთ მხარეს მოვჭრი აკუმულატორს, როგორც გითხარით, ისე ბაგაჟნიკში გადავიტან და ამ ქარხნულ ვაკუუმსაც სავარაუდოდ გამოვცვით და CRS ძველი თაობის პირველი generation CRS ვაკუუმის ბაჩოკს და ძირითად თავარ ცილინდრს სამუხუჭესას დავაყენებთ სავარაუდოდ CRS-გან, თორემ იმას ცოტა უფრო დიდი მოცულობისა აქვს და უფრო ეფექტურია ხოლმე მისი მუხუჭი, ამას უფრო დიდი დაწოლა სჭირდება, რომ იგივე სამუხუჭე ძალა მიიღო. ეგეთი ამბავია, გავაგრძელებ ახლა ამ ჯიგარს მოვაჭრი და ცეპლენის ბაჩოკს მოხსნა, ამასაც ჩვენებთ როგორ ამოვიღებ აქედან. და უკვე გვაქვს აი ესეთი სეტი swap-ის, რომელიც არის საკმაოდ იაფასიანი, სადღაც 150-დან $200-მდე ღირს, დაჟე ჩინეთშიც იყიდება კიდევ უფრო იაფად და გატესტილია, მუშაობს ძალიან კარგად. ნუ ეს არის კოლოფის მხარე, აი ესეთი ერთად წყვება ესენი, ესე აწყვება, ბოლტები დაეჭირება, ბოლტებიც მოყვება. ამ ბოლტების გამოყენებას დიდად კი არ გირჩევთ. არა, თლად ხარისხიანი, მაგრამ თუ უკეთესი არ გაქვთ, მუშაობით მუშაობს, უბრალოდ რამდენიმე დაჭერა მოშვებას ვერ აიტანს. ეს არის მეორე კოლოფის მხარის, რომელიც უკან მიდის და მერე აი ამაში ჭდება, ესე. ამაში ჩაჭდება. ესეც ამ დაფაზე წყვება და უკვე ტრავერსის მხარეს დგება, აი ესე დაჭდება ტრავერსის მხარეს. მე ჩამოეცნევა ეს კოლოფის ფეხი. ეს უკვე ძრავის შკივის მხარეს ზედა, რომელიც ამ ფეხში დაჭდება, რაც კუზაოზე უნდა დავამაგრო ახლა. და ეს ყველაზე მთავარი სამაგრი, რომელიც სადაც ავაჭერი, იმ ადგილზე ჭდება. აი ამ წერტილში.
ცოტა მირტყმა დაჭირდება სავარაუდოდ. თლად პირდაპირ არ ჩდება ხოლმე. აქ ემთხვევა რაღაცას მახსოვს, რომელიღაცა რეზბას ემთხვევა. აჰა. აი ესე დაჭდება. აი აქ ცენტრისთვის აქვს ერთი ცალი ბოლტი. დავჭირო ეს ბოლტი და ქვემოთ ამ მხარეს აჯდება ძველი კარობაჩნი რაც არის იმის ფეხებს და აქ ზემოთ რო ჩახვიდავ ამ ადგილებს ბოლტები ჩაეყრება გრძელი ბოლტები და სუსტად იმის რეზბებში ქვემოთ დაეჭირება მის ქვედა მხრიდან და დადგება ეს მე ხა გადავწყვიტავ პროცესში ამას რომ მე მგონი ჯობია რაღაც წერტილებს შევადუღებ ესე ბოლტებითაც დამიყენებია მაგრამ კაუცზე კი კაია მაგრამ კაუცს დაოთხს იმხელა ვიბრაცია აქ თან სპორტში რა უნდა იაროს ახლა ეს რომ ქუჩის მანქანა იყოს დიდი პრობლემა არ იქნებოდა ეგ დასვარგდება თუ დამაგრდება მაგრამ ეს რახანც სარბოლო მანქანა უნდა იყოს და წყვილთარბოლებს და მსგავს რაღაცებს უნდა იაროს და თან 2 და 4-ია იმხელა ვიბრაციები აქვს და დაუნშიფტებზე იმხელა რყევა ექნება რომ მე მგონი ჯობია რომ შევადუღო ასე რომ შევადუღებ და მე პოლივიზატორით შევალამაზებ და იმ ბოლტებსაც შეიძლება დავტოვო ბოლტები შედუღებასთან ერთად შეიძლება ეს ბოლტები აღარც გავაკეთო და უბრალოდ შედუღებული დავტოვო რა მაგას უკვე პროცესში გადავწყვეტ და გიგანახებთ დიდი ალბათობით მაინც შევადუღებ რა ეხლა მოვაძრობ ამას ისევ ვერ მოვაძვრე მაგრამ კაი ჯანდაბას ნუ მოვაძრობ ამას გავწმინდავ, გავრიცხავ აქაურობას, დავაკერხერებ. ზედმეტი რაც არის მათ შორის ეს ცეპლენის ძველი ბაჩოკი და ეგეთ რაღაცები მაგებს მოვაძრობ. ამ უკანა პადმატონისაც მოვაძრობ. და დავიწყებ ამ ადგილის მომზადებას სვაპისთვის. მოკლედ აქ გავჩერდით დღეს და გავაგრძელებ ხვალ. ეს უკვე ხვალინდელი დღეა, ანუ მეორე დღე. სვაპის ამ დღეების აღრიცხვას გავაკეთებ, რამდენი დღე ჭირდება ჯამში. უფრო ზუსტად გეცოდინებათ. ნუ ჩემ ხელში რამდენი დღე დამჭირდება და ამ კონკრეტულ მოდიფიკაციებს რამდენი დრო დაჭირდება, მე თვითონაც მაინტერესებს, არასდროს არ დამითვლია ესე საქმის დროის მიხედვით რა. თან ბევრ რაღაცას ერთად ვაკეთებ და ეგ უფრო საინტერესო იქნება. მოვაძრე აქ რაღაცეები. გამანაწილებელი მოვაძრე იმის მუხლუჭის UABS-ოს, იმიტომ რომ ABS-ი უნდა დავაყენო და იმას სხვანაირი გამანაწილებელი აქვს. მოვაძრე ცეპლენის ბაჩოკის ქვედა ნაწილი. ესა ძველი ბაჩოკი, ფეჩის კრანი, ეგეთი რაღაცეები. ეხლა ესე ბენზინიანი ჩოთკით ჩამოვრეცხავ ამ ზეთიანი და ცხიმიანი რაც ამ ადგილებს, ტაოტს ვერ აშორებს ვერაფერი და მერე გადავალ უკვე კერხერით სპეციალურ ქიმიას მივასხავ და კერხერით ჩამოვრეცხავ აქაურობას. დავიწყე. მე მგონი ყველაფერი გაცილებით უკეთესია. გასუფთავდა. დაუბრუნდა ცოტა ძველებურ ქარხნულ სისუფთავეს. ტრავერსიც კარგად გასუფთავდა. აქ ეხა პატარა ჟანგების ის რაც აქვს კვალი მაგას რა თქმა უნდა შევღებავთ. აქ ვიღაცამ ძველი პადმატონის ბოლტები ჩაწყვიტა როგორც ჩანს და სვარგით ამოუჭრია. ამასაც ამოვავსებ ამ ადგილს და ცოტა საღებავს მივასხავ დირკები რო არ კონდეს. შევაგორებ ახლა მანქანას. ამ ადგილებს რაც ავაჭერი გავასუფთავებ ბალგარკით და დავიწყებ უკვე პადმატონის შედუღებას აქეთა სამაგრისას.
დაიწყო ამ პადმატონის სამაგრის მორგების პროცესი. ამ ფეხებს რაც აქვს ახლა გვერდით ბოლტები სადაც ეჭირებოდა მოვჭრი, ამებს მოვჭრი ორივე მხარეს. აქ მონიშნული მაქვს ახლა ამის ადგილი, სადაც დგება. დახაზული ამ ადგილებს მოვწმინდა ბალგარგეთ, რომ შედუღდეს ადვილად და ამას რაც მოხაზული არის, აი ესე ვეცდები რომ ესე მოვჭრა. უფრო ლამაზად დადუღდეს. ეს ხურელები რაც ავაჭერი ძველი პადმატონის სამაგრის ისინი ამოვავსე კემპით, მაგას შევღებავ. აქეთ ამ მხარესაც გამოჭრილები რო იყო ისინიც შევავსე. ეგეც შეიღებება და ეხლა დავიწყებ ამის შედუღებას უკვე. შედუღდა ეს სამაგრი ესე მაინც ესე მირჩევნია ბოლტებით დამაგრებულს უფრო მყარია და თუ არაპირებ რომ ისევ რამე ძველი თაობის ძრავი ჩადგა ჯობია რომ შედუღებული იყოს უფრო მყარი იქნება ეხლა აქეთ ამ მხარის პატკარობაშინის სამაგსაც დავაყენებ ბარემ და უკვე მომზადებული იქნება პრინციპში აქაურობა ძრავის ჩასადგმელად. უკანა სამაგზე აუცილებლად ლოქტაიტი წაუსვით. შესწიგრანიკებს. არ ვიცი ხა თქვენ რა ბრენდისას ჩამოიტანთ ამ სვაფის ადაპტერებს, მაგრამ ამ ჩინურებზე ყოველ შემთხვევაში არ ინდობა არაფერი თავისი. ბოლტებს ამ ადგილზე ვერ დააყენებთ, იმიტომ რომ ესენია მორგებული და მაგიტო წებო წაუსვით უეჭველი. არ მოეშვას ეს ყველაზე დატვირთვადი მხარე არის ამ უნდა დაიჭიროს ძრავი ესე ვიტქვევით ივლის თუ არა, ასე რომ ამაზე წებო აუცილებელია. ცოტა პოლივიზატორიც მივასხი და ესე გამოიყურება ეს ჩვენი შედუღებული პადმატონის სამაგრი, ცოტა გაშრობა უნდა და მე მატოვი გახდება. მე მგონი ძალიან კაია. ესე დადგა, ეს მეორე მხარე. კოლოფის სამაგრი. აქეთ ის ძველები რომ გადავშკურკე და შევადუღე, ესე გამოიყურება, აღარ არის ხურელები. ეხლა ამ რულავოის მოხსნი. ეს არის ქარხნული უჰიდრაულიკო რულავოი, HS Civic-ის 1 და 3-ის. და იმის მაგივრად ვაყენებთ ამ რულავოის, რომელიც არის ზუსტად იგივე кейსი შიგნით, ანუ რაშიც ეს ღერძი და ეს მთავარი ღერძი ორი პატარა ერთმანეთის წყვილი დადის. ზუსტად იგივე кейსია აწყობილი, მაგრამ შიგნით დევს Quaifis ბრენდის დამოკლებული მოხვევის სისტემა. ასე რომ ეხლა ამ რულავოის მივაყენებ. დავთვალოთ რამდენი არის უჰიდრაულიკოს ბრუნი ერთი ბოლოდან მეორემდე და მე Quaifis რომ მივაყენებ ის ნახოთ რამდენი გამოვა. აბა ვნახოთ რამდენს ბრუნავს ეს საჭე. ერთ ბოლოში ავიღოთ. გავასწოროთ. ესე ხო არის? ბოლომდე აქეთ მისული. წავიდა. ეს ხო არის ერთი ბრუნი. ორი ბრუნი. სამი და თითქმის 4 რა. 3 და 7, 3 და 8 შეიძლება ითქვას რა. 4-მდე მოდის. გადმოვიტანეს
დაბოლოებები უდარნის და ნაკანეჩნიკსაც ვეძახით. ესაა ძველი რაც მოხსენი, ამის მოხსნის ვიდეო ახლა აღარ გადამიღია, იმიტომ რომ უმარტივესი მოსახსნელია, აქ 2 ბოლტი აქეთ ეყენია, 2 აქეთ შიგნით ჩახსნით მთავარი ღერძის 10-იან ბოლტს და უმარტივესი მოსახსნელია მოკლედ. ესე რომ ეგ აღარ გადამიღია. გადმოვიტანე ეს უდარნები, ბარემ სანამ მანქანას ვაგორავებ წინ და უკან სხოდებიც არამერევა, როგორც იყო ისე დადგება. მაგრამ სხვაობა არის ესეთი ყურად. აი ეს ღერძი, რომელიც მეწყვილი არის ამ ძირითადი დიდი ღერძის, არის უფრო მოკლე ქვაიფის, ვიდრე ამ ქარხნული edges. ეგ იმიტომ ხდება, რომ ეს წყვილი რულავოის დასამოკლებელი ქვაიფის არის CRX-ის სეტაპი, CRX-ის რულავოიში უნდა დადგეს პირდაპირ. მაგიტომაც ეს მოკლეა, მაგრამ ამ ზედა ნაწილს აქ რაც ჩადის შიგნით რულავოის შტურვალის სამაგრი, იმას მაინც ვაგრძელებთ ხოლმე პრიუსის საჭის გამაძლიერებელი როცა დგება და მაგას დიდი მნიშვნელობა უკვე აღარა აქვს რა. ერთადერთი რაც არის უბრალოდ აქ შიგნით ეს ხუფი ამ ადგილს აღარ აჯდება პირდაპირ და ცოტა გადაკეთება გინდა რომ დახურო რომ მტვერი არ შემოგივიდეს შიგნით, თორე სხვა ისეთი არაფერი განსაკუთრებული რა. ეხლა მივაყენებ ამ რულავოის, თუ ჩაეცვა ეს ჩვენი ქარხნული შტურვალი, ვნახავ, გავტესტავ რამდენად მოკლეა. მე კი ვიცი ციფრებში რამდენად მოკლეა, მაგრამ ვიდეოში რო გადავიღებ არა. ნუ მოკლედ როგორც მოსალოდნელი იყო, არ ჩამოწვდა შტურვალიდან შარნირი, ეს შარნირი არ ჩამოწვდა და ამის დაგრძელებას ახლა და ისევ ქარხნულზე გატესტვას იმისთვის რომ უბრალოდ ვიდეო გადავიღო. ჯობია რომ პირდაპირ პრიუსის შტურვალს დავაყენებ, მაინც დასაყენებელია პრიუსის გამაძლიერებელი და დავაყენებ თან იმასაც განახებთ როგორ ვაყენებ და თან ამასაც უკვე გადავაკეთებ და ამასაც გაჩვენებთ როგორ უნდა მოერგოს პრიუსის საჭის გამაძლიერებელი ამ ძველი თაობის რულავოიზე. გადაკეთება, გადმოკეთებას და მთელ ამბავს გაჩვენებთ, ტორპედოს მოხსნი და დავიწყებ მაგის კეთებას, ასე რომ ეგ იქნება ჩვენი ხვალინდელი საქმე. ამითი მეორე დღე დამთავრდა მანქანაზე მუშაობის და ნახოთ აბა მესამე დღეს უკვე თუ მოვასწრებ მხოლოდ რულავოის გამართვაც რომ მოვასწრო, ეგეც უკვე ძალიან კაი საქმე იქნება რა. აბა წავედით შემდეგ დღეზე. მესამე დღეა მანქანაზე მუშაობის, ცოტა გვიან დავიწყე დღევანდელი დღე, მაგრამ მე მგონი მაინც გავაკეთებ რაღაც საქმეებს, გავიგდებ წინ. ტორპედო მინდა მოხსნა. მაგრამ ტორპედოს მოხსნის გადაღებას არ ვაპირებ, მე მგონი არ არის საინტერესო. რამდენიმე ბოლტია სულ. Civic-ის ტორპედოზე რაღაც ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ აქვს. და არც რამე განსაკუთრებული ცოდნა არ ჭირდება ამის მოხსნას, აქ აქვს. იქეთ-აქეთ ხარეს 10-იანი ბოლტები, შუაში პლასტმას რო ამოძროფ იქ ერთი და ქვემოთ კიდე ამ ლოკაციებზე იქეთ და აქეთ 2 ცალი ბოლტი და ძირითადი შტეკერები აქ კიდე და შეძრება უმარტივესად. აქ მაქვს პრიუსის ეს გამაძლიერებელი შტურვალი, მაგრამ მე მგონი მთლიანი კომპლექტი არ აქვს მოტანილი მანქანის პატრონს და მოვიტანთ მთლიან საკეთზე მოთხარეს, მოკლედ უნდა კონდეს საჭის რეგულირება და რაზეც საჭე ეცმევა ეგ ბუდე. კომპიუტერი ახლავს, რაც კარგია, მაგრამ კომპიუტერსაც 1-2 შტეკერი აკლია. მაგრამ ეგ არაფერი. სანამ დავშლი, მანამდე ალბათ მოიტანს ამას. უკიდან არ გადამიღია მე მგონი ჩვენი Civic-ი, ესე გამოიყურება. ქარხნულ ვიდზეა. ესეთ რაღაცებს ნუაყენებთ ხოლმე და ესე ქარხნულ ვიდზე მანქანებს საშინლად არ უხდება. ეხლა ისო გასპორტულდება კიდე იმასაც არ მოუხდება, დარწმუნებული ვარ. ხო და კიდე ამ რაღაცას რო აყენებთ, ამაზე რამე ბუქსირი გამოაბარი ალბათ იღუნება ხოლმე ესე კვერცხივით კეთდება და ტყდება კიდევაც, ასე რომ ტყუილად გიკეთიათ მანქანაზე ეგეთი რამე თუ რამე სერიოზული მიასვარკეთზე თუ ნაღდის აბუქსირე გინდათ რომ იყოს მაიმუნობა რაღაც. ესეც ასე მოძრა ტორპედო. აგერ არის
დაშლილი ესე დაახლოებით 1-20 წუთი დამაგვიანდა ალბათ. ვიღაცას იმონი ხმის იზოლაციები გაუკეთებია მანქანაზე, მაგრამ ესენი აუცილებლად უნდა ავაძრო. იმიტომ რომ ცეცხლ საშიშია ნებისმიერი ესეთი გუბკის თუ პლასტმასის თუ სხვა ნებისმიერი მსგავსი რამე რა. გარდა იმისა, რომ წონა აქვს. ასევე აქ ქვემოთ იატაკზე რომ ნოხის ქვეშ ისინია ხოლმე, რა ქვია ამას არ ვიცი თუ აქვს ახლა, მაგრამ აი ეს შავი პლასტმასები რაღაც გუდრონივით. ეგ ამოდის დაახლოებით 7-8 კილო სივი კეჯიდან. უკანა მხარესაც რომ მოაძრობ საბარგულშიც და წინაც. ფეჩიც უნდა მოვაძროთ, ეს მთლიანი მოწყობილობა ფეჩისაა. სპორტულ მანქანაზე არ დაჭირდება. სუშების გასაშრობად რამე სხვას მოიფიქრებს და დაახლოებით 8-დან 10 კილომდე არის ფეჩი, ეგეც რომ იცოდეთ, მაინც ამ წონები ისიც ვიცი იმასაც ვიტყვი, ბარემ იქნებ რამეში გამოგადგეთ. ხო, რაც გამიკვირდა არის რომ ეს შტურვალი 1.3 კუზაო რო არის მანქანა არ აქვს ზემოთ-ქვემოთ რეგულირება სიმაღლის საჭის, რაც ბევრ ეჯზე ნახდათ არ მინახია. ამ პრიუსის შტურვალს ვეცდები რომ რეგულირებით დავაყენო, იმიტომ რომ სპორტულ მანქანაზე ფიქსირებული როცა არის ხოლმე სავარძელი ერთ ადგილზე. მაგდო ძალიან კომფორტულია რომ საჭე მოძრაობს, ზემოთ-ქვემოთ დადის და მაღლა დაბლა რა. ძალიან კაია ეგ, იმიტომ რომ კარგად ირგებ რა მანქანას. თან Civic-ს რაღაცნაირი უცნაური კუზავო აქვს რა. საჭესთან რომ კარგად გაქვს ხელები, პედლები ახლოს გაქვს. უკან დაჯდები, მე საჭეს ვეღარ წვდები და რაღაც ეგეთი უცნაური მეტყვა მაგაზე არ უფიქრეთ თავის დროზე. სავარაუდოდ Honda-ში და ცოტა უცნაურია რა, განსაკუთრებით რაღაც 1.80 მ-ზე თუ ადამიანი, მით უმეტეს ძალიან მოუხერხებელია ხოლმე. ხო და ეხლა ამას რო ვაყენებ, სავარძელსო დავაყენებ თავის ადგილზე. მზღოლს მოვიყვან, დავსვამ და ისე მოვარგებ საჭეს რომ თვითონ იჯდეს იდეალურად და პლუს მინუს კიდე მოძრაობის საშუალება გქონდეს რა. ეგრე დავაყენებ ეხლა ამას. მოვაძრობ ფეჩსაც და დავიწყებ უკვე მომზადებას ამ გამაძლიერებლის ინსტალაციისთვის და ამას რატო ვაკეთებ ეხლა ამ ყველაფერს და შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ რომ აი ძრავი რატო არ ჩადგე ხო დააყენეს პადმატონის სამაგრები და რაღაცები. იმიტომ არ ვდგამ ძრავს რომ აქაც ქვემოთ შეიძლება ეს დალუქვა დაჭირდეს იქ არხს რომელიც არ წუდება აქ ბოლომდე. პლუს მაგას ფეჩი ადვილი მოსახსნელი აქედან. ეგეთი რაღაცები და მიადვილებს საქმეს და მაგიტომაც ჯობია რომ რაღაცები ერთად გავაკეთო, ბოლოსთვის მოვიტოვებ სავარაუდოდ სავალ ნაწილს, სავალ ნაწილი იქნება ბოლო, რასაც გავაკეთე და დანარჩენი ამ ტორპედოში უკვე მაინც მოსახსნელი მქონდა, იმიტომ რომ ელექტროობა უნდა დამეყენებინა. და ტორპედოში უკვე ამ საჭის გამაძლიერებას მოვარგებ. ან შეიძლება არც მოვარგო, სანამ მომიტანს, თუ დიდ დრო გავიდა ამაში, მანამდე დავიწყებ ძრავის ჩადგმა. თუ არ გავიდა დიდ დრო, ჯერ შიგნით გამაძლიერებას დავაყენებ და მერე ავაწყობ აქეთ მხარეს და ელექტროობასაც უკვე ერთიანად დავაერთებ რა. ასევე ABS-ის ელექტროობა მაქვს კიდე გასაკეთებელი და ABS ვფიქრობ რომ ძრავის ჩადგმის მერე დავაყენებ ABS რა. მოკლედ ეგეთი ამბავი. მოვიდა ნაწილი და შესაბამისად გავაგრძელე ამის მონტაჟი. აი ახლა არის დაახლოებით მირგებული. ხალხმოსაბოლოების სხვათა შორის ემთხვევა ეს პრიუსის გამაძლიერებელი, მაგრამ დგება მაღლა რა, ეს დაშორება დისტანცია არის გრძელი ვიდრე ხალხმო დაახლოებით აქ მთავრდება. როლავი ასე რომ ჩაწევა ჭირდება. აი ამ ადგილებში დავამატებ მე ახლა ამას ფლიანეთს, გადავხრიტავ და ცოტა ქვემოთ ჩავწე. და უკანა სამაგრი არის ყველაზე რთული ამბავი. უკანა სამაგრი აი აქ უნდა გაკეთდეს პეტლივით. ხალხმოდ უყენია რაღაც პეტლი. მაგრამ ესეთი რა. მაგრამ ეს პეტლი არ გამოდგება და რამე სხვა უნდა მოვიფიქრო. მაქვს ადრეც განაკეთები ესეთები ამ ხალხმო პეტლზე მორგებული, მაგრამ დროთა განმავლობაში მე ირყევა და ეხლა მინდა რამე ახალი სხვა მეთოდი ვცადო. ასე რომ ნახოთ რა გამომივა. დავიწყებ ეხლა ამის კეთებას, ამას მოვაძრობ, დავასვარკავ, გადავხრიტავ და უკანა მხარეს რაღაცებს მოვჭრი და ვეცდები ეს გავასწორო. ეს ესე უნდა დადგეს დაახლოებით რა. და სწორად უნდა იყოს კიდე, თორე
უკანა მხარე თუ დაბლა ჩამოიწია, მე საჭე დგება რაღაც ავტობუსის საჭესავით, ასე რომ დავიწყებ ახლა ამის კეთებას. ესე გამოიყურება მოკლედ უკვე აწყობილი Toyota Prius-ის შტურვალი და გამაძლიერებელი. გადაკეთდა ეს ადგილები, ზედანაწილები კი ემთხვევა, ამ ადგილებს ემთხვევა ზუსტად ნახურეთები Prius-ის, მაგრამ დაახლოებით აქ უწევს და საჭე დგება უფრო მაღლა, ვიდრე ქარხული მდებარეობა არის Honda-ის, მაგიტომაც ესე დამატება ჯობია დაასვარკოთ და მე გადახვიდოთ და ცოტა დაბლა ჩაიწევა. მე რაც შეეხება რეგულირებას, უკანა მხარეს ეს პეტლის სამაგრი დასვარკდა ესე, ნახევარი არის Prius-ის. Აი ეს წერტილი არის Prius-ის, უშუალოდ ეს მისვარკებული. ქვედა მხარეს არის ჩვეულებრივი რკინა გამოყენებული, სადღაც 2.5-იანი ლისტი მეტალის და ეს არის ზემოთ თვითონ კუზაოზე დასამაგრებელი, რომელშიც აი ეს ჩაჯდება ესა და იმოძრავებს, შეასრულებს პეტლის ფუნქციას. თვითონ მექანიზმი კი დავამონტაჟე და კიდე არის აი ეს დეტალი იგივე რა ქვია მას შარნირი დამაგრძელებელი მოკლედ რა შტურვალი რითიც უკავშირდება უშუალოდ რულავოის და ამაზე რას ვაკეთებთ ხოლმე რომ პრიუსი მოვარგოთ თან ეს სლაიდია რა ეს აუცილებლად სლაიდი უნდა იყოს ხისტი არ შეიძლება იყოს ამის პირდაპირ გადასვარკება ზოგადად არ მოსულა ჯერ გადასახსნელადაც რთულია და მე როცა საჭეს ზემოთ ქვემოთ არეგულირებ ეს იცვლის პოზიციას ცოტა ქვემოთ დაიკეცება ცოტა გაიშლება რა ეს არის თვითონ პრიუსის თავი ქვედა მხარე უფრო დიდია შესაბამისად ეს Honda-ზე არ წავიდო და აი ესე ვჭრი ხოლმე რომ თვითონ საკისარი არ დაზიანდეს აი ესეთ პატარა საკისრები აქვს აი ესეთი პაწუკები ეს საკისრები ჩვეულებრივად ამოდის აქედან პაჩევნიკები იპრესება და მერე ზუსტად ეგენი ერთნაირი სტანდარტებია ზოგადად იაპონური მანქანების და ზუსტად ეს Honda-ის ქვედანაწილი არის ახლა Toyota-s ზედანაწილზე გადაბმული რა და ჩვეულებრივად უკვე ჩაეცმევა ქვემოთ და იმუშავებს იდეალურად ახლა შევაერთებ ამას უკვე და რახანს დაკონექტებული გვექნება გავზომოთ ბრუნი საჭის რამდენი გამოგვივიდა მე როგორც მახსოვს 2.8 უწერია ქვაიფს თავის საიტზე მაგრამ სადღაც 2.5 გამოდის ხოლმე ერთი ბოლოდან მეორემდე მაგრამ გავტესტოთ აბა შევადაროთ ძველს მოკლედ დაყენდა ყველაფერი ესე გამოიყურება ცოტა სიგნალია მაგრამ ანუ ჩავთავ ამასობაში და მაღამდა აი ესე გამოიყურება უკანა მხარე ეს პეტლის სამაგრი მიმაგრებული და ეს ღერძის თავისთავად აქ ჩადის ქვემოთ ეხლა ეს ბლოკიც თავისი გამაძლიერებლის ბლოკი დაყენდება და შეერთება ელექტროობაზე, როცა ელექტროობას დავაყენებ მაშინ. ამ ბლოკს რაც შეეხება, აქ ვამაგრებ ხოლმე, როცა ფეჩი არ მაქვს, ჩვეულებრივად სამარეზებით. აი ამ მარცხენა შტეკერის, რომელიც ცალკეა ხოლმე გადაჭრილი, როცა იყიდით ამას. აი ეს ზედა, მარცხენა ზედა კაბელი არის გამააქტიურებელი რულავოის, ანუ ეს უნდა დაჯდეს სამოქსო ეძახით, სამოქზე, ACC-ზე. და აქეთა კაბელები არის მუდმივი. ერთი არის ეს თეთრი, რომელიც ზოლის გარეშე არის მუდმივ დენზე უნდა შეერთდეს და ან აკუმულატორზე ან სადმე ეგეთ ადგილზე და ეს შავზოლიანი კაბელი არის მასა დამიწება რა. ეხლა გავტესტოთ ეს რულავოი რამდენად დამოკლდა ერთი ბოლოდან მეორემდე. ხო, კიდე რაც ყველაზე მთავარია ფუნქცია ეს დატოვებულია. ანუ საჭე მოძრაობს ქვემოთ, ზემოთ და მოდის აქეთ წყოლისკენ და მიდის უკან. რაც ძალიან მაგარია, რო გინდა რომ მოირგო. შეულებრივად დადის ყველა მიმართულებით. ეხლა დავატრიალოთ ერთი ბოლოდან მეორესკენ, ეხლა არ ვიცი ეს ცენტრში აყენია თუ არა საბურავად, მაგრამ ისევ იგივენაირ ტესტს გავაკეთებ, მივიყვან ბოლოში. სადაც გაჩერდება. აჰა, ამ პოზაში ხო დგება, ეს ნიშნული არის, აქეთ ხარეს და დავიწყებ მეორე ხარეს წაღებას. სადღაც 3 და 7 იყო ქარხნული. დავიწყოთ აბა გავტესტოთ ეს.
ეს არის ერთი ბრუნი. ეს ორი. და აი, გაჩერდა აქ. 2.5 გამოდის ზუსტად. 2.5 შეიძლება ოდნავ ნაკლებიც დაში. 2.5 ერთი ბოლოდან მეორემდე. და რას გვაძლევს ეს გვაძლევს სადაც ზიგზაგის ტიპის გასასვლელი არის, საჭეზე ხელის გადანაცვლება არ დაგჭირდება და ხა ერთი ხელი მიკიდია, მაგრამ ორი ხელი რო გიკიდებათ საჭეზე, ერთი ამ ხელა მოტრიალებით შეძლებთ ზიგზაგის ტიპის რეტარდერის ან რამე მსგავსი მოსახვევის გავლას, ჩახლართულის და პატარა კორექტირებით საჭის მანქანა შეიცვლის მანევრირებას. ესეთი ამბავი. ესე გამოგვივიდა მოკლედ ეს ჩვენი პრიუსის გამაძლიერებელი ძალიან დაყენებულია. ამით ახლა დღევანდელი დღეც ამოვწურე, ეს არის მესამე დღე მუშაობის და ნახოთ მეოთხე დღეს უკვე ძრავს ჩავდგა მე მგონი და ამითი პირველ ნაწილს მორჩები ამ ვიდეოსაც და მეორე ნაწილში უკვე ძრავის დაყენების გარდა რაც უნდა გავაკეთოთ რადიატორის მორგებიან და ასე შემდეგ ეგ დეტალები მაგას გავუვით. ან სანამ ძრავს ჩავდე პრინციპში რადიატორის ფეხები არის გადასაკეთებელი და მაგასაც გადავიღებ და ძრავის ჩადებასაც ამ ვიდეოშივე ჩავსვი. ეს არის მეოთხე დღე ჩვენი სვაპის პროექტის. ძრავის ჩადგმამდე სულ ცოტა დამრჩა, მაგრამ მანამდე კიდე კაპოტში რაღაც საქმეები დამრჩა და მაგასაც ბარემ მოვაგვარებ. ეს ძრავის ჩადგმა, ვიცი რომ ყველას გაინტერესებს, მაგრამ ყველაზე მარტივი პროცესია ამ სვაპში ძრავის ჩადგმა, იმიტომ რომ ყველაფერი ერთ-ერთში ბოლტონ ერგება შასის, ასე რომ ძრავის ჩადგმა ესეც საინტერესო არაფერი არა. მანამდე საინტერესო რაც არის, ეხლა ცეპლენის ბაჩოკი უნდა მოვარგო. აქ ქარხნული ცეპლენის ბაჩოკი აყენია. შიგნით ცეპლენის ბაჩოკს მოხსნი და ინტეგრის ცეპლენის ბაჩოკი მიდის პირდაპირ ბოლტი-ბოლტში წესით დარიგით მიდის ყოველ შემთხვევაში წინა სვაპებზე მიდიოდა ეს ბაჩოკის გადმოტანა მომიწევს ეჯესი რო აქვე დადგეს ლამაზად ქარხნულივით მაგრამ ნუ ქვედა ბაჩოკი და ეს მილი რა თქმა უნდა დადგეს კასერის კოლოფისთვის ასევე რადიატორის მორგება მინდა ეს გამონაწილებელი ბაჩოკი რა თქმა უნდა აღარ დადგება იმიტომ რომ დინამოს და შემშვებ კოლექტორს ედება მაგრამ რადიატორის ფეხები იქნება გადასაკეთებელი მაგრამ გამონაწილებელი ბაჩოკს ეჯესას დავაყენებ აი ეს ფეხები ხომ დავაჭრა აი ეს ქვედა ნაწილი ცოტა უნდა ჩავღუნო ეს კონდიციონერის რადიატორის ფეხები აღარ დაგჭირდება ეს ერთი ფეხი აქეთ გვექნება გადმოსატანი და იქეთ მეორე ფეხიც ცოტა ლოკაცია ექნება შესაძლებელი და ეს რაღაც დიდი რადიატორია ეს ამის ჩაღუნვა მაგიტო ჭირდება რომ არ დაედოს რადიატორის და კაპოტმა შეძლოს დახურვა რა დავცხებ ახლა რაღაცებს ვიჩალიჩებ და თუ ეს ყველაფერი მალევე გავაკეთე შეიძლება დღეს ძრავის ჩადგმაც მოვასწრო ბარე ხო ძრავზე კიდე შემშვები კოლექტორი მაქვს შესაძლებელი იმიტომ რომ აყენია RB და უნდა დავაყენო RB-ც მაგასაც პროცესში განახებთ ესეთი ბაჩოკებია თითქმის იდენტური პრინციპში დიდი სხვაობა არ არის თავარი არის საბოლტეები ემთხვევა და სიგრძეებით გუშის ემთხვევა სხვაობა არის აი ამ ღერძის სიგრძეებში რომელსაც ახლა ამოვიღებ აი აქ შიგნით პატარა შპილკა აქვს ამოვაძრობ და გადმოვიტან გადავანაცვლებ უფრო სწორედ რომ პედალს ზუსტად მიწუდეს მეტ ისეთ სხვაობა არაფერი არ არის ნუ უფრო კარგად რო დაგანახოთ სიგრძეში სხვაობა აი ესე დავდებ აჰა ეს არის სხვაობა მეტ ისეთ სხვაობა მათ შორის არაფერი არ არის და ბარემ თლიან გაყვანილობას კასერიისას დავაყენებ ვიღაც ცისნიერმა კაიკაცმა ესეთი არმირებული შლანგი დააყენა და ძალიან კარგად ამორგებული ასე რომ ფლექსი იქნება და ყველაფერს კარგად მოერგება ხო ყველაფერი რა თქმა უნდა ისე არ წავიდა როგორც მე მინდოდა იმიტომ რომ სხვაობები არის ესეთი რომელი ბაჩოკიც უნდა დამეყენებინა იმას აი ესეთი თავი აქვს წელი შედარებით უფრო გლუვი და ამას უფრო მეტად წვეტიანი ეხლა მე მჭირდება რომ აი ეს წვეტიანი თავი ესეთი გლუვი უნდა გავხადო მაგას ახლა აჩქარებულ ვიდეოს ჩავთავ და როგორ უნდა გავაკეთოთ მაგას გაჩვენებთ მარტივად აი ბაჩოკებიც განსხვავდება ერთმანეთისგან
ერთ სიღრმე აქვს შიგნით. მეორე ბრტყელი აქვს, ეს ბრტყელი მჭირდება მე. ამიტომაც ეხლავ. ესეც ასე, მე მგონი მშვენიერი თავი გამოგვივიდა, გავს ერთმანეთს. ეხლა ამას გავწმინდავ ბაჩოქს. კარგად, გავრეცხავ, გავასუფთავებ. ნახო რომ სალნიკები ნორმალურ მდგომარეობაშია, მე მგონი კი. ტყუშებიც კაია, არაფერი არ ჭირს. წესით კარგად იმუშავებს. ნუ კარგად მუშაობდა ყოველ შემთხვევაში. მანქანაზე რო ეყენა, მშვენივრად მუშაობდა. კარგად გავასუფთავებ, ამასაც გამოვრეცხავ ბაჩოქს. თეთრი ფერის ტაოც წაუსმევა აქ ზემოთ. იმიტომ რომ შალზე იყო ნამუშევარი და კი ხედავთ რა ნაცვეთი რო აქვს. აი თეთრი ფერის ტაოც წაუსმევ. და მე ეს პატივცემული რო აწყვება, აი ესეთი მშვენიერი გამოვა. აღარ გაცვითავს, აფიც აღარ გააფუჭებს. ეგარი და ეგ, ამით მოვრჩები მე მგონი ბაჩოკის აწყობას. დაინსტალდა ცეპლინის ბაჩოკი ძალიან კარგად. ბაჩოკი ამისივე მოვარგე ზედა, რაშიც ისხმება სითხე და ქვემოთ, როგორც თქვი, ბოლტებში ჩვეულებრივად მიდის ახალი მოდელის მთავარი ცილინდრი ძველ მოდელზე. ახლა გადმოვედი უკვე აი ამ რადიატორის ფეხების აჭრაზე და ვერ დავიწყებ მორგებას. ფეხები უკვე ნიშნულებზე დადგა. აი ეგ მარკერებით მოუნიშნე და აი ქვემოთაა ჩაწეული, როგორც ხედავთ, აი ეს ქვედა ნაწილი. აი ეს ადგილი იყო ბრტყელი და ქვემოთ ჩავკეცე. იმიტომ რომ ეს ბოლომდე ქვემოთ ჩასული იყო ეს ფეხები. ერთი და მეორე ხა პატარა პრიხოტკებზე ავიყვანე. იქ საღება მოწმინდა და ეხა უკვე შევადუღებ და მომენ ძალიან კაი გამო. რა აქეთ ამ ხარეს კიდე მინდა რომ ცოტა ეს ადგილი შემოვჭრა. კიდე აქეთ შემოვიდეს რადიატორი და კონტაქტი აღარ ქონდეს შასისთან, თორე გაიხვრიტება მე კონტაქტი თუ ეკნა ვიბრაციისგან უეჭველი გაიხვრიტება. შევადუღებ ეხა და შევღებავ და საბოლოო შედეგსაც გაჩვენებთ. რადიატორის მორგების პროცესი ესე მიდის. აქეთ ამ ხარეს ცოტა გამოწეული ქონდა და ჩამოვჭერი. То радиаტორი რაც შეიძლება შიგნით უნდა შემოვიდეს პროპელერს დინამოსთან კონტაქტის შანსი აქვს და ჟი აქ ერთ წელ ესეთ ფრთას ვაჭრით ხოლმე კიდევაც რა. ასე რომ შიგნით რაც შეიძლება შიგნით რო იყოს კარგია რა. მაგისთვისაც ზუსტად აქ ამოჭრილი მაქვს რომ ეს კრიშკის ადგილიც შემოვიდეს ბოლომდე. აქეთაც იგივე რაღაცა და ეს კუთხე მაქვს კიდე ჩამოჭრილი რომ მთავარია კიდე რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს მოიწიოს ეს კასერიის რადიატორი რახანც არის ეს მილი სივიქში როცა აყენებ და ძრავს როცა დგამ ამ ადგილზე დროსელი უწევს და ხალასტოი ხოდის დაჩიქს სადაც ვეძახით ეგ ასე რომ მილმა შეიძლება დროსელის პოზიციის სენსორთან და ხალასტოი ხოდის დაჩიქთან კონტაქტი კონდეს და გაიხეხოს ასე რომ რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს რო აცდეს დროსელს კარგია რა რაც შეეხება ქვედა სამაგრები ხა დაახლოებით ვარგებ არ ვიცი რამდენად ჩანს მოკლედ ქვედა სამაგრებიც აქედან დამაგრდება
ხა ავიღებ მაგის ნიშნებს, მეთქებს, მარკერით მოვნიშნავ და ქვემოთ корпуსთან ექნება კონტაქტი და შევადუღებ ქვემოთ ამ მხარეს. უკვე შევადუღებ და ეგ იქნება ქვედა სამაგრები დადგება. რადიატორი ხო დაბლა უნდა იყოს კიდე ჩაწეული, მაგისთვის შიდა მხარეს ახლა რადიატორს შევადუღებ, გაჩვენებთ რომ ქვედა ნაწილი სამაგრებისთვის მოღუნე, ქარხნული რადიატორის სამაგრის და ეს 5 სანტიმეტრზე მეტით არ უნდა იყოს, 4.5 სანტიმეტრზე მეტით კრიშკა არ უნდა იყოს ამოწეული შასიდან. თორემ მე ზემოთ მხარეს ედება. ოღონდ ედება ჩამოსხმულ და კარბონის კაპოტსაც, თორე ქარხნულს უეჭველი ედება და ეს ადგილი ამოსაჭრელია, რომ კაპოტი დაიხუროს. სხვანაირად ეს რადიატორი აქ არ თავსდება. თუ არა და სვაპისთვის სპეციალური ადაპტირებული რადიატორი უნდა ჩამოიტანოთ. ასევე ეს ვენტილატორები, ეს კონდიციონერის არის იქეთ ამ მხარეს, რომელსაც ჩვენ შემთხვევაში უკვე ჩვეულებრივად რადიატორის გასაგრილებლად გამოვიყენებთ და ეს მეორე რადიატორიც როგორც მახსოვს, აქეთ მხარეს ძალიან სქელი რახანც არის კონდიციონერთან შედარებით, ძალიან ახლოს მიდის კოლოფთან და ესეც კონდიციონერის რადიატორი დაგჭირდება, ანუ ორი კონდიციონერის რადიატორი დადგება, ან რამეთქელი რადიატორი ორივე მხარეს. თორე სხვანაირად კონტაქტი ექნება ყველა ვარიანტში ძრავთ. აჰა, შეღებილი. ეგონი ძალიან საკაიფო გამოვიდა. ამასობაში დამავიწყდა რომ ეს არის უკვე მეხუთე დღე მანქანაზე მუშაობის. იმიტომ დამავიწყდა რომ დამაღამდა გუშინ ამის კეთებაში. მე ვიფიქრე რომ მეთქი ამ საღებავს გავაშრობ ბარემ და მე გადავუღებ ვიდეოს მეთქი ნორმალურად გამოჩნდეს თქო სველი იყო ის ნასვარგი და ამასობაში დაღამდა და წამოვედი. მოკლედ ისე მინდა დავალაგო ამ ვიდეოს ქრონოლოგია დღეების, რასაც ვლაპარაკობ ხოლმე. ანდახან არის რომ რა თქმა უნდა იმ დღეს რაღაც საქმე შეიძლება დროში გამეწელო, შეიძლება გასასვლელი გავხდე და რაღაც, მაგრამ დღეებს რასაც ვამბობ ვიდეოში, რასაც ვიძახი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზუსტად ის ნამუშევარი საათები და ნამუშევარი დღეები მაგ დათვლილი, რასაც ამ მანქანაზე ვხარჯავ. მაგიტომაც დღეებს რო ვითვლი, შეიძლება ხან ხამე მოუწიოს იმას საქვია რომელიმე დღის დასაწყისს ან დასასრულს, ხან დღე. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ის ერთი დღე, სამუშაო დღე გავიდა ამ მანქანაზე მუშაობის. ესე გავიდა გუშინდელი დღეც, ეგ იყო მე-4 დღე, რადიატორის მორგებამ ძალიან დიდი დრო წამართვა. ზედა სამაგრები არ გამიკეთებია და ზედა სამაგრები ძრასო ჩავდგა, მერე გავაკეთებ და ახლა უკვე მე-5 დღეა და დღეს იმედი მაქვს, რომ ძრავს უკვე ჩავდგა. მოვიდა ძრავის დრო. ელოდება მანქანა, მაგრამ იმდენი ხანი აქდია, რომ ძალიან ჭუჭყიანია. ნუ ამ შემშებ კოლექტორს რა თქმა უნდა მოვაძრობთ და RBC დადგება. მაგრამ ახლა უნდა დავაკერხე რომ ეს საწყალი თორე ესე დღეში ვერ ჩავდებ მანქანაში ძალიან ჭუჭყიანია. კრიშკა უნდა შევცვალოთ მათ შორის და უნდა შევღებოთ სხვა მაგ გასუფთავებული და მაგის შეღების პროცესს განახებ ძალიან საინტერესო პროცესია ეგ. გაბზრიალ და ჩაპრიალ და წავიღოთ ახლა ეს მოტორი, შემშვები კოლექტორი მოვაძროთ და RBC კოლექტორი მივაყენოთ ტროსელის გარეშე. ასუფთავდა, ნაგდები ჭუჭკი მოშორდა. კრიშკას როგორც გითხარით, გამოვცვლი და ლამაზი ფერის კრიშკა ექნება. რაღაც GS Racing-ის სტილში და მუგენის სტილში ფერზე შევღებავთ და როგორ შევღებავთ და რანაირად შევღებავთ მაგას გაჩვენებთ აუცილებლად შემდეგ სერიაში. დღევანდელ სერიაში დავიჩავდგათ და მოვჩეთ ამით
პირველ სეზონს ამ პროექტისას. ერთწუთიანი პატარა თემიდან გადახვევა. ჩემი ბოქსის ახალი იატაკი რო ნენელა შეივსო ეგ ხომ მოგწონ. ხო კაია. ხო და ერთმა ბრენდმა უანგაროთ ესე მაჩუკა და არც ის არ უთქვამს რომ რამე რეკლამა გამეკეთებინა. მაგრამ ძალიან კაი ხალხია და დამწყებები არიან და მინდა რომ რაღაცა ჩემი 7.3 გამომწერით პატარაზე წავეხმარო მოკლედ და დაიქოქოს კიდე უფრო მეტად. ეს ბრენდი არის Tile Style, რომელსაც სხვადასხვა სახის იატაკის ფილები შემოაქვს. აი ესეც ესეთია. მე რაც მაქვს გარაში, იმიტომ რომ არ ზიანდება, ძალიან ადვილად იწმინდება, ბენზინის ზეთი არაფერი არ აზიანებს. ძალიან მაგარია, წონასაც უძლებს, აგერ ძრავებს ვაგურავებ ზეთ, მანქანა დადის ყველაფერი. გარაჟისთვის არის ჩემი აზრით იდეალური, მაგრამ სხვადასხვანაირები აქვს, ბევრნაირი ფერებშიც და ასე შემდეგ. ხო და მინდა რომ მადლობა უთხრა და ლინკი იქნება აღწერაში აუცილებლად, ასე რომ თუ გინდათ თქვენი გარაჟი ძალიან ლამაზი და საინტერესო და მოკლედ ესეთი ბზიალა და წყრიალა იყოს, Tile Style-ის ფილები ამაში დაგეხმარებათ ნახდათ. ხო, კიდე ერთი რამე დამავიწყდა პადმოტორნებზე. სვაპზე. ეს ხო ჩინურებია, ბიუჯეტური, როგორც გითხარით, სადღაც $200-მდე ღირს ესენი და აი აქ შედუღებები ხო აქვს. აქეთთან ზემოთან მხრიდან რა. ხო და შინ აფერი არა აქვს. ნახეთ? შინ არა აქვს შედუღება რა. არც ამდენად ჩანს, მე მგონი გამოჩნდება. ხო და შინიდან ეს შედუღება დაამატეთ, თორე გაზაობისგან ტყდება ხოლმე რა, ამ ადგილებში იბზარება. ისე კი მუშაობს საკაიფოდ ეს ჩინურიც, დიდი არაფერი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ესეთ რაღაცები წინასწარ პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ ცოტა-ცოტას ატრაკებს და თუ ეხა რაღაც იმის ჰასპოტის და რაღაცების ფული არ გაქვთ და ინოვატივი მოტორსპორტის ან რაღაც ეგეთი ბრენდული სვაპის ადაპტერების ეს ჩინური კი მუშაობს კარგად, მაგრამ ესეთი რაღაცები წინასწარ მაინც ცოტა უნდა იმასქნათ რა, გაითვალისწინოთ. შევადუღებ ახლა ამ ბადივცემულს. მიმაგრდა ეს მასაზე თუ აიღო შეღებილია. ხო და ნახოთ, იმედია ეს მიკროფონი არ დამეწვევა აქ. ცეცხლი. აჰა, მოკლედ ესეთი ამბავი. ცოტა წავამატე რა. გასვარკი. აი. შიგნით დავამატე. ხო და ცოტა აქეთ. უფრო მეტი აქეთ. ხო და აღარ გაწყდება ეს, რა იქნება ბედნიერად, ასე რომ ჯობია რომ დაამატოთ ამას ნადუღი რა. ყველა ვარიანტში უკეთესი გამოვა. აჰა, ეს. შვენი, ერთ ცოტა ხა გაგრილდეს და საღებავს გადავასხა. ესეც RBC კოლექტორი. რომელიც დროსელისთვის უკვე ადრეც ეყენა, დიდი დროსელი და ცოტა ამოპორტინგებულია. 72 მმ-იან დროსელზე უკვე გაკეთებული. ახლა მე RBC-ს ძრავის ჩადებისთვის რაღაცები გავზომო და გამოვზომო მაგისთვის მივაყენებ ამ TRB-ის ადგილზე, ტაიპერის ქარხნულის ადგილზე და ამ კოლექტორებს შორის, სხვათა შორის შემშობ კოლექტორებს შორის არის დაახლოებით 7 ცხენძალიანი უპირატესობა RBC-ს სასარგებლოდ და მაღალ ბრუნზე ძალიან მაგარი ძალა მოაქვს. მივაყენებ ახლა ამ RBC-ს და ძრავის ჩადგმას დავიწყებ. ახლა რაც უნდა გავაკეთო ძრავის ჩადგმამდე კიდე ეს მილი მაქვს დადუღებული, ეს არის ფეჩისკენ მიმავალი თერმოსტატიდან მილი. ხო და ეს არის ეს კონკრეტული. და აქ რო არ იყოს ტყუილა და ადგილსაც რო არ იკავებდეს, ეს მოკლე ვერსიას დავაყენებ ახლა თერმოსტატის თავზე და უკვე დაიხშობა ის წყლის არხი რა. ასევე მე ძალიან მომწონს, როცა RBC კოლექტორს ან ამე კაი კოლექტორს ვაყენებ, ხოლმე შემშვებს აი ეს ინჟექტორის კაბელები ზემოდან დაჯდება აქ და მეუშნოვება ძალიან რა. ზედმეტად გადატვირთულია ძრავი, ასე რომ ამასაც ძალიან მარტივად გახსნით ამ ინჟექტორის კაბელებს და
ქვემოდან ამოვატარებ რა. ქვემოდან ამოდის ძალიან ლამაზად. თუმცა ნუ ცოტა გადაფუთვა უნდა ეხა. ისე არ არის მთლად. შიშველი რო არ იყოს კაბელი. უნდა კიდე რაც უნდა გაითვალისწინოთ არის რომ აი ეს არის მთავარი ბაბინების და ინჟექტორების დამიწება. ხოლო ეგ დამიწება აყენია ხოლმე შემშებ კოლექტორს. შემშებ კოლექტორს შეიძლება რომ კარგი გამტარობა არ ქონდეს, რადგანაც პრაგლატკაზე არის გადაბმული და შე შემთხვევაში ასევე ვაყენებთ ხოლმე თერმულ პრაგლატკას, რომელიც პლასმასისაა და რა თქმა უნდა დენის გამტარობა არ უარგა და ამ კაბელზე ყოველთვის რეკომენდაციას ტუნინგ ატელიეები გვაძლევენ ხოლმე რომ გადაიტანეთ ძრავის რომელიმე ბოლტზე რა, ზედა ხუფის რომელიმე ბოლტზე, ამ შემთხვევაში შუაში გადავიტან მე. ეს ხუფი კი მოსახსნელია და შეღებილი ხუფია დასაყენებელი, მაგრამ ეს გავაცალკევებ მოკლედ ამას და ამოვატარებ გვერდიდან მხრიდან. რო დალაგდება უკვე ლამაზად. მერე უკვე გადავფუთავ ამას უკეთესად, რომ რამე არ მოუვიდეს. ესე აქედან ორი ცალი ქვემოდან ამოტარდება. პირველი და მეორე ცილინდრის ეგ ცენტრში. მე ამას დავმალავ ესე დროებით ვაკეთებ ახლა ამას საჩვენებლად, რომ ქვემოდან შეიძლება ამოტარება, მაგის თქმა მინდა, თორე ესე საჩვენებლად ვაკეთებ. მოკლედ ესე შუაში ამოვატარებ. პირველი და ერთთა. მეორე. ეს დროებით ვაერთებ ამას. ხო აქ ეს ორი შტეკერი, იმიტომ რომ ინჟექტორები აყენია ცოტა უფრო დიდი ვიდრე ქარხმული, 350 cc-იანი აყენია. 330-იანია ქარხმული. აკეთა მაგიტომაცაა დაგრძელებული სპეციალური გადამყვანი უყენი. აკეთა გვერდით ამ მხრიდან ახლა მოვატარებ ამას. ესე დარჩენილ ორსაც ეს მეოთხეს აქედან და მესამეც მე მგონი წუდება ქვემოდან, თან მით უმეტეს დაგრძელებული როცა უნდა მიწოდეს როგორც მახსოვს. აჰა. მიწოდა. მე ცოტა ჩავმალავ ამ კაბელებს და გამოვიდა აი ესეთი. აი ახლა შემშვებ კოლექტორს თუ დააკვირდებით, არის ესეთი. ამასაც ახლა ამ კაბელებსაც კიდე ცოტა ჩავმალავ და შევფუთავ და ისე აყენია აი ეს პლასტმასის ზეთ. ეს პლასტმასი და ზემოდან გადატარებული კაბელები მე მგონი ბევრად უფრო აუშნავებს ვიდრე ეს. ამ კაბელსაც შეეხება ეს 2+ და ზეგ აკუმულატორი რო უყენია ქარხმულად იმისი კლემატ შიგნითაა ჩაქსოვილი. აი ეს ორი კაბელი მოკლედ მოდის, უნდა გაიხსნას მთლიანად. აი ეს ორი შტეკერი დარჩება აქ. ეს არის ერთი დინამოს შტეკერზე მიდის, ანუ აი ამ შტეკერის პინებს იმეორებს და მეორე არის სტარტერის გამღვიძებელი კნოპკას რო ვეძახით ეგ და ნუ კიდე ერთი კაბელი არის დეტონაციის შტეკერზე მიდის, აგერ დეტონაციის დაჩიქზე. ამას გავაცალკევებ, ერთმანეთისგან გაცალკევდება ესენი და ეს ორი კაბელი კონკრეტულად სტარტერის და დინამოსი წამოვა, გამოვილის აქ ქვემოთა მხარეს, ნუ რა თქმა უნდა პომპასთან არ უნდა კონდეს კონტაქტი. გამოვილის ქვემოთა მხარეს და ავა ზემოთ აი აქ დაახლოებით ამ ტერიტორიას გაყვება, შემოულის ძრავის სამარხს უკანა მხრიდან და აი აქ აყენია ზემოთ ყუთი და იმ ყუთში უნდა შეერთდეს, აი შავი ყუთი რო აყენია, აი ამ ყუთში უნდა შეერთდეს საბოლოო დეგები. ასე რომ ეგრე გავაკეთებ მაგას. ცოტა ლამაზი გამოვიდეს. ახლა ამ კაბელებს პროსტა გავაცალკევებ, რომ ძავის ჩადებაში ხელი არ შემიშალოს. ხო კიდე რა ხან დროსელი არ მიყენია. აქ სამი გავარჭოთ. დროსელის ადგილზე ნაჭერი. მე არ ჩაიყარო შიგნით. ხო და ესე. კიდე ერთი რაღაცა. ამ უკანა სამაგრზე ეს ხო შევადუღე და მე შევღებე. ისინი დაუმატე ამას ნადუღები. მაგრამ კიდე რა გავაკეთე, ნახეთ. აი ეს ბოლტი, აქ რომელიც დგება. რაღაცნაირი უცნაური რეზბით არის, მოკლედ, აი ვერ გაიგებ რა ბოლტი მიდის ამაში, თან არ მოყვება თავის კომპლექტშიც და ზოგადად სპორტულ მანქანას როცა აკეთებთ ხოლმე ყველაზე კაი არის, რომ ისეთი ბოლტები, ისეთი ზომების გეყენოთ,
რომელიც რბოლის დროს რამე რომ მოგივიდეთ მანქანაზე და რაღაცა რომ დაგჭირდეთ, იცოდეთ ზუსტად რა ზომების არის და ერთი სტანდარტის იყოს დაახლოებით და იაპონურზე მაგალითად როცა არის ხოლმე 10, 12, 14, 17, 19-იანი ვოლტები, სადღაც ეგრე და ევროპულზე ყველანაირი არის, ფიფქები და რა ვიცი 1000-ნაირები. იაპონურზე ესეა მარტივია და აქაც რაღაცა ფიფქი ვოლტი და უბედურება ვოლტი რო არ დავაყენოთ, მაგიტომაც დრელით გავხვრიტე და ვოლტით და გაიკით დავამაგრე უკვე და უფრო საიმედოც იქნება, უფრო მყარიც იქნება. და ასე რომ მისადგომათაც და მოსახსენათაც მე სამომავლოდ ადვილია რომ მოგივიდეთ შეჯიბრის დროს. რომ მე გაითვალისწინეთ რომ შეჯიბრზე ხდება ხოლმე ხანდახან რომ ისე უცებ დაგჭირდება რაღაცა 5 წუთის მეტი შეიძლება დრო არ კონდეს და ინსტრუმენტები უნდა იცოდეს ზუსტად რა გჭირდება ნებისმიერ ამის მოხსნას. ახლა ამ შემთხვევაში შეიძლება კოლოფის მოხსნა არ დაგჭირდეთ, მაგრამ ყუმბარასთან მისვლა დაგჭირდეთ და ეგეთი რაღაცა რა. ასე რომ მიგრე ჯობია. დასრულდა ყველა პროცედურა, რაც სწრაფის ჩადგმამდე აუცილებელი იყო. აი ეს კაბელი ესე გავიყვანე, იქიდან რაც მიდიოდა, აქ სამაგრი რაც ქონდა, ეგ სამაგრი მოხსენი და აქ გამოვიყენე. აი ესე დასამაგრებად ამ კაბელის, ეს კაბელი უკვე ზემოთ წავა ესე და შასიზიავა. ესეც თავისივე შესაფუთი, წეგანადაც გავხსენი და გავაცალკევე, ისევ გამოვიყენე აქ. გავაცალკევე ეს კაბელები. აქვე მივახამუტე და ეგ არის მეტი განსაკუთრებულობა აქ არაფერი არ არის. ხო, ამ რაღაცებს ასაც ვაკეთებ ხოლმე აქ სწრაფის ჩადების პროცესში. ეს ყველაფერი არ არის რაღაც აწერილი მეთოდები რა, ესენი მე მგონი რაც სოფლის გაკეთებული ყველაზე სხვადასხვანაირად ვაკეთებ და მე თვითონაც მაფიქრდება ხოლმე პროცესში როგორ არის უკეთესი რა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ და ზუსტად ისე არ გააკეთოთ როგორც მე ვაკეთებ, ასე რომ ეს ყველაფერი გზადაგზა შეგიძლიათ ისწავლოთ რა. როგორც მე ვსწავლობ, მეც ყველა სვაპის დროს რაღაცა ახალს ვსწავლობ. ეს ინფორმაციები ესე მარტივად არ იძებნება, ასე რომ მიწევს რაღაცების გამოგონება და ისე გაკეთება. ისე რომ მზად არის შესაძლებლად და დავიწყებ სწრაფის ჩადებას. ტადამ! არის თუ არა ეს ჩასვაპული K24 კიდევ ერთი Civic-ი საქართველოში. მოთავსდაძრავი. აი, ყველა სამაგრები ესე. ეს კაბელი რაც გაჩვენეთ, ეს რა თქმა უნდა მოძრეს. და აქ უნდა შემოვიდეს ეს კაბელები. აი, პადმოტორნები ესე დადგა. წინა, შუა უკანა და კოლოფის სამაგრი. აჯერ ცეპლანის კაბელიც უკვე გამოვატარე და დაჩოკით დგას. RBC კონექტორიც დგას. სვაპიანი ეჯეც დგას. ეგ არის ჩვენი სვაპის ამბავი. ამითი პირველ ნაწილს მოვჭით ვიდეოსას ჩვენი K24 სვაპის. მეორე ნაწილში უკვე გადავალთ ელექტროობის და სხვა დანარჩენი რაღაცების მოგვარებაზე. მანამდე არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ არხი რა უნდა მიდაჭერეთ. ვაფერი არ უნდა. ვიდეოში შესვამენ ხოლმე რაღაცები რო ამოხტება. მე პირდაპირ კედელზე მივახატე და უფრო მარტივია. გამოიწერეთ ჩემი არხი და დროებით მეორე ნაწილამდე ამ ვიდეოს.
ხო, ეს მეხუთე დღე იყო კიდე. დასრულებული, ანუ 5 დღე დასჭირდა სწრაფის ჩადგმას და ულავრის მორგებას.